გამარჯობა, ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბები. მე ნინო სამნიაშვილი გიამბობთ რა მოხდა მნიშვნელოვანი დღეს. მოსალოდნელი რეფორმები და ახალი სტანდარტები საბავშვო ბაღებში გაუმჯობესდება თუ არა კვება აღსაზრდელებისთვის და რა გამოცდების ჩაბარება მოუწევთ აღმზრდელებს. კანონმდებლობიდან გამომდინარე სამჯერადი კვება სავალდებულო ეს. იქნება ტესტირება, ყველა თავის ცოდნას გამოამჟღავნებს. ეშინიათ ნაწილს უნარების და კანონების. აი ეს სამარხოა, ესეც სამარხოა, ესეც. სამარხო კატლეტი, ბლინები, კარაქი, ტორტი და შოკოლადები მაღაზიებში ამ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა. უნდა ფიქრობდეს თუ არა მარხვაზე მყოფი საკვებისა და ტკბილეულის არჩევანზე. რა არის მარხვა, ითვლება თუ არა მრევლი მარხვაზე, მაშინაც თუ შოკოლადებს და ნამცხრობს მიირთმევს ოღონდ სამარხო ეტიკეტით. სასულიერო პირის რჩევა და რესპონდენტების დამოკიდებულება სამარხო საკვებისადმი. სამარხო პროდუქცია ძალიან მოთხოვნადია. დღეს ადამიანი ისე უყურებს ამას, რომ ეძებს თუ გამოსავალს და მოიგონა ყველაფერი. გამოაცხონ ტორტები, გამოაცხონ ნამცხრები. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში რა მიზნით შეხვდა ალექსანდრე ჯეჯელავა რექტორთა საბჭოს. ზამთარი და გავრცელებული ვირუსები რით განსხვავდება გაციება გრიპისგან და რამდენად რეკომენდირებულია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. სტუმრად ეთერში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი პროფილაქტიკოსი ეკა ბურდიეშვილი. საღამოში თავის ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალ დილის 10-ზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგზაურდეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეზე, მაგთისაცე და მაი ვიდეოზე. მოსალოდნელი რეფორმები და ახალი სტანდარტები საბავშვო ბაღებში 2017 წლის აპრილიდან აღსაზრდელების საკვებისთვის გამოყოფილი თანხა სავარაუდოდ გაორმაგდება და კვება სამჯერადი გახდება. რეფორმა შეეხება აღმზრდელ პედაგოგებსაც, მათ პროფესიული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გადამზადება და გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. კიდევ რას ითვალისწინებს საბავშვო ბაღების რეფორმის შესახებ კანონი და როგორ აფასებენ მოსალოდნელ სიახლეებს სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლები, ვერა იაშვილის სიუჟეტიდან შეიტყობთ. გურჯაანის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელები დღეში ორჯერ თუ იკვებებიან და მათი მენიუ მხოლოდ ერთგვარად და 12 თეთრად არის განსაზღვრული. ეს სტანდარტი მალე შეიცვლება. ბაღების გაერთიანების უფროსი ლელა თევდორაშვილი განმარტავს, რომ აპრილიდან თითო ბავშვისთვის გამოყოფილი თანხა სავარაუდოდ გაორმაგდება და კვება მრავალფეროვანი და სამჯერადი გახდება. ამ რეფორმის განხორციელებისთვის კი გაერთიანება თანხის მოძიებას ცდილობს. ეტაპზე ორჯერადი კვებაა ჩვენთან, უბრალოდ სამჯერადი არის გახანგრძლივებული და ლარი და 12 თეთრი ეს ყველასთვის ცნობილია. მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ალბათ სავარაუდოდ გაორმაგდება. სულ მცირე, მოდი ასე ვიტყვი, სულ მცირე გაორმაგდება, იმიტომ რომ ელემენტარულად კანონმდებლობიდან გამომდინარე სამჯერადი კვება სავალდებულო ეს საუზმე სადილი და სამხარი და ამის გარდა შუალედებში უნდა ჩაისვას ეგრეთ წოდებული წახემსებები. კვების გარდა კანონი საბავშვო ბაღებში რეფორმის შესახებ აღმზრდელ პედაგოგების პროფესიულ სტანდარტებსაც დაადგენს. პედაგოგის სტატუსის მოსაპოვებლად მათ ჯერ ტრენინგების გავლა, შემდეგ კი გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. პედაგოგების გადამზადებას ადგილობრივი ბიუჯეტი სავარაუდოდ 12,000 ლარს დააფინანსებს. აუცილებელია აღმზრდელ პედაგოგების გადამზადება და აღმზრდელების გადამზადება უფრო ზუსტად და ამ გადამზადების შემდეგ შესაბამისი ტესტირების გაკეთება. ფიქრობ, რომ შეძლებენ ტესტირების გავლას? ანუ ჩვენ საუბრობთ გურჯაანის მუნიციპალიტეტში. მე ვფიქრობ, გარკვეული პროცენტი კი შეძლებს. ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სულ სხვა მიდგომებია და სულ სხვა მოთხოვნებია და ნახოთ. გურჯაანის ნომერ 4 ბაღის აღმზრდელებს მიაჩნიათ, რომ გადამზადება აუცილებელია, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ ტესტებში თუ უნარებიდან და კანონებიდან საკითხები იქნება შეტანილი, შესაძლოა მისი ჩაბარება გაუჭირდეთ. ხო, აი ეშინიათ ნაწილს უნარების და კანონების. კანონები მართალია ყველა უნდა ვიცოდეთ, მაგრამ რა ვიცი ჩვენი ასაკისებს ალბათ მაგის ეშინიათ უფრო რა კანონების და უნარების. არ გაგვიჭირდება აი ამ პროგრამის მიხედვით რაც იქნება, ვფიქრობ პრაქტიკოს მასწავლებლებს არ უნდა გაუჭირდეს. კარგია, რომ იქნება ტესტირება, ყველა თავის ცოდნას გამოამჟღავნებს. ამდელ პედაგოგი საერთოდ უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტებს.
როდესაც ჯგუფში მუშაობთ და აღდგენმა არ იცის რა გააკეთოს თქვა, იმ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდეს, არ შეიძლება. ადრეული და სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონის მიხედვით ბაგა-ბაღებში ახალი სტანდარტები გარდა ინფრასტრუქტურულისა 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაღი ავტორიზაციას ვერ გაივლის და დაიხურება. სამარხო კატლეტი, ხინკალი, კარაქი, ნამცხრობი და შოკოლადები მაღაზიებში სამარხო პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა. კარგი გაყიდვების გამო მწარმოებელი კომპანიებიც მარხვაზე მყოფ მრევლს დიდ არჩევანს თავაზობენ და მრავალფეროვან სამარხო პროდუქტს უშვებენ. სხვა საკითხია, უნდა ფიქრობდეს თუ არა მარხვაზე მყოფი საკვებისა და ტკბილეულის არჩევანზე. რა არის მართლმადიდებლობაში მარხვა, ამას სასულიერო პირი განმარტავს. ეკა თეთრაძე დღეს საზოგადოების დამოკიდებულებითაც დაინტერესდა. ზუსტად 2 კვირაა მართლმადიდებელი მრევლის შობის მარხვა შეუდგა. ამ დროს კი ქრისტიანის ცხოვრების წესი იცვლება და სხვა დადგენილ წესებთან ერთად მრევლს გარკვეული სახის საკვებზე უარის თქმაც მოეთხოვება. აი ეს სამარხოა, ესეც სამარხოა, ესეც. სამარხო შოკოლადი, კარაქი, მაიონეზი, კატლეტი, ფუნთუშეული, ნამცხვარი და ტორტიც კი. მარკეტებში სამარხო პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანია. გამყიდველები ამბობენ, რომ მარხვის დღეებში მათზე მოთხოვნა იზრდება. სამარხო პროდუქცია ძალიან მოთხოვნადია მარხვის პერიოდში. როგორც შოკოლადები, ასევე ნამცხრები და ტრუბოჩკები. მართლმადიდებლური ეკლესიის მოძღვარი მამა ილია განმარტავს, რომ მარხვა მხოლოდ საკვების აკრძალვას არ ნიშნავს. ამ დროს მორწმუნემ უფრო მეტად სულიერ მდგომარეობაზე უნდა იფიქროს და არა საჭმელზე. ამიტომ მისი თქმით არა მართლმადიდებლური საქციელია, როდესაც ადამიანი სამარხო ნუგბარისა და სხვა პროდუქტებისადმი ასეთ დიდ ინტერესს იჩენს. დღეს ადამიანი ისე უყურებს ამას, რომ ეძებს თუ გამოსავალს და მოიგონა ყველაფერი. გამოაცხონ ტორტები, გამოაცხონ ნამცხრები, რაღაცა მოიგონონ იქ სოიოს ფარში გააკეთონ კატლეტები. ეს ყველაფერი გემოთ მოყვარეობაა და მარხვაში გემოთ მოყვარეობა ეს არასწორი დამოკიდებულება. ძალიან მარტივად უნდა იცხოვრო რა. არ უნდა იფიქრო, არ უნდა იზრუნო იმ შენ ისე ხორცზე. უნდა იფიქრო შენ სულზე, უნდა იფიქრო მოყვასზე, უნდა იფიქრო სულის ცხონებაზე. აი ეს არის მარხვა და არა ის რომ აი ახლა დღეს რა ვჭამო. ამ საკითხის ირგვლივ საკუთარი მოსაზრება აქვს გურჯაანში. გამოკითხულთა უმეტესობა ეკლესიის აზრს იზიარებს, თუმცა ზოგისთვის სამარხო პროდუქციის ფართო არჩევანი მისაღებია. ჩემი თანამშრომლები ძირითადად მეტი წილი, ვინც არის მარხვაზე და რაღაც ყველა კმაყოფილია. ესასტიკად ვეწინააღმდეგები სამარხო კატლეტებისა და ტორტების ძებნას. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ მარხვა რა არის ქრისტიანისთვის, არის სინანული. და თავის თავში ჩაღრმავება, ანუ ჩვენ თავს უღრმავდებით მარხვაში და რაღაც ჩვენ გულში და სულში ღმერთს ვეძებთ, ეს იგი გამოდის, რომ თავის თავს უღრმავდებით და ვეძებთ საჭმელს და საკვებს და არა ღმერთს და სად არის ამ დროს ღმერთი ვერც ავხედავთ და სულსაც ვერ ავგრძნობთ სხეულში. მაგ დროს არაფერი არ უნდა მიიღოს თუ მაინც მტკიცე მარხვაზე ხარ რა მე ესე მგონია. მარხვა იმას არ ნიშნავს რომ შენ ან სამარხო კარაქი ჭამო, ან ისე კარაქი ჭამო, მცენარეული ჭამო, უბრალოდ რომ სულიერად რომ ხორციელად რაღაცას რომ თქუნავდა თქვათ წვალობ, სულიერად ცხონდები ხო ფაქტიურად და არა აქ ჩემი უარყოფითია, იმიტომ რომ თუ მარხულობ უნდა იმარხულო. საგულისხმოა, რომ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ნაყროვანება ცოდვად ითვლება როგორც სამარხო, ასევე ხსნილ დღეებშიც. ამიტომ სასულიერო პირები მრევლს კვებისას ზომიერების დაცვას ურჩევენ. ქრისტიანულ რელიგიაში მარხვა შორეულ წარსულში იღებს სათავეს. განსაკუთრებით ძლიერია წესები მართლმადიდებლობაში. კათოლიკური სარწმუნოება მრავალდღიან მარხვას არ ითხოვს. პროტესტანტულ კონფესიათა უმრავლესობაში კი კალენდარული მარხვა საერთოდ არ არსებობს და მარხვის საკითხები ინდივიდუალურად წყდება. სურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირებაზე კონტროლს ამკაცრებს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ყველა მწარმოებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რას შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. ამერიდან გამონაკლისი არც პური იქნება. შეფუთულს ქართულ ენაზე სპეციალური ეტიკეტი დაეტანება, ხოლო შეუფუთავის შემადგენლობა პურის რეალიზაციის ადგილას იქნება დაწერილი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პურისა და პურ პროდუქტების სახელმწიფო კონტროლი განხორციელება როგორც წარმოების, ასევე რეალიზაციის ეტაპზე. იმ შემთხვევაში თუ დარღვევა გამოვლინდება, ბიზნეს ოპერატორები დაჯარიმდებიან. პურის ჩვეულებრივი სურსათი არის, ასევე პური არის ძირითადი მოხმარების სურსათი, საბაზო ეფექტი პროდუქტი არის ჩვენთან და გამომდინარე მწარმოებელი რეალიზატორი დაავადებული არის
ამ წესების შესაბამისად მოხდინოს პურის ეთიკეტი შესაძლებელია დატანებინა თავად პურის შეფუთვაზე, თუ ის შეფუთული არის და თუ ის შეუფუთავი არის, მაშინ უნდა იყოს დახვდეს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს მისცემს წარმოდგენას, თუ რა პროდუქცია არის, რა შემადგენლობა აქვს, რა ენერგეტიკული ღირებულება აქვს, ვარგიშენობის ვადა თუ არის საჭირო ასეთი დატანა, რამდენი აქვს და ასე წარმოებელი არის და ასე შემდეგ. იუსტიციის სამინისტროს მორიგი აქცია 15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა. საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100-ის ნაცვლად 50 ლარი ეღირება. აქციით ისარგებლებენ 18 წლის ასაკის მოქალაქეები და ისინი, რომელთაც 2017 წლის 2 ნოემბრამდე 18 წელი შეუსრულდებათ. რაც შეეხება ბიომეტრიულ პასპორტებს, მისი შეცვლა ან პირველად აღება 50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი. აქციის ფარგლებში მოქალაქეები არც ფოტოსურათის საფასურს გადაიხდიან. უკვე მეხუთე წელია ვაგრძელებთ საარჩევნო სიის დახვეწას და იმ პრინციპის უზრუნველყოფას ჩვენს ქვეყანაში, რასაც ქვია ერთი ამომრჩეველი, ერთი საბუთი, ერთი ამომრჩეველი, ერთი ხმა. ასევე იუსტიციის სამინისტრო ბოლო წლებია ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს ჩვენი ქვეყნისთვის და როგორც ვიცით, ამ თემაზე ძალიან მალე უნდა ველოდოთ ბრიუსელიდან დადებით გადაწყვეტილებას. ამ ორი მიმართულებით და მიზნების მისაღწევად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საახალწლოდ გამოვაცხადოთ ჩვენი მოქალაქეებისათვის აქცია, რომლებისთვისაც პირადობის მოწმობა იქნება 15 დეკემბრიდან 9 იანვრამდე უფასო, ხოლო ბიომეტრიული პასპორტი კი შესაძლებელი იქნება ავიღოთ 100 ლარის ნაცვლად 50 ლარად. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდრე ჯეჯელოვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შექმნილ რექტორთა საბჭოს შეხვდა. საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებმა განათლების მინისტრთან ერთად სისტემაში არსებულ პრიორიტეტებზე, სამმავლო გეგმებსა და ინსტიტუციური განვითარების კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. საკითხები ეხება აკრედიტაციას, ავტორიზაციას, დაფინანსების სქემის განვითარებას, უცხოელი სტუდენტების შემოყვანას და მათთვის განათლების მიცემას, ხარისხის მართვას, პროფესორ-მასწავლებლების განვითარებას, პროფესიულ განვითარებას, რომელიც ძალიან ფართო სპექტრია. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტები ავტონომიურები არიან, მიუხედავად ამისა, მათთვის ჩვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია იგივე საკანონმდებლო კუთხით და ამიტომ ჩვენ სულ საქმის კურსში უნდა ვიყოთ, როგორ შეგვიძლია მათ საქმიანობას ხელი შეუწყოთ. დაიწყო ზამთარი და შესაბამისად გავრცელდა სხვადასხვა სახის ვირუსები, განსაკუთრებით კი ბავშვებში. რამდენიმე წამში რჩევებს გურჯაანში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი პროფილაქტიკოსი ეკა ბურდიაშვილი მოგვაწუდის, მასთან ინტერვიუ გადაცემის დაწყებამდე ჩავწერეთ. ქალბატონიკა, დიდი მადლობა, რომ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობთ. ზამთარი დაიწყო და ფაქტობრივად უკვე გავრცელდა ვირუსები. ძირითადად პაციენტებს რა სიმპტომები აღენიშნებათ? მოგესალმებით, როგორც უკვე აღნიშნეთ, სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, როგორც იწყება სეზონი, ხალხში მატულობს პანიკა გრიპის ვირუსის ინფიცირების. ეს მხოლოდ პანიკაა? პანიკა ამ ეტაპზე უნდა ითქვას, რომ ნამდვილად პანიკა, იმიტომ რომ ის ძირითადი ეპიდემიური ტალღა, რომელიც გრიპს ყოველწლიურად სეზონურ გრიპს ახასიათებს, ძირითადად მოსალოდნელია ხოლმე იანვარ-თებერვალში და ამ ეტაპზე უნდა ითქვას, რომ ეს არის პანიკა, თუმცა აუცილებელია მოსახლეობის მხრიდან გაფრთხილებული იყვნენ, გარკვეული რეკომენდაციები ჰქონდეთ მათ ჩვენგან. რა რეკომენდაციებს მისცემთ მათ? რეკომენდაციები ჩვენგან იქნება ძირითადად ის, რაც ტრაფარეტულად, რაც არ უნდა ტრაფარეტულად ჟღერდეს, აუცილებელია თავი დაიცვა და მოერიდონ ისეთ პიროვნებებთან, ადამიანებთან კონტაქტს, რომელსაც აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველება, მოერიდნენ მჭიდრო კონტაქტებს. აუცილებელია ხელების დაბანის წესის გათავისება, სწორი დაბანის წესის გათავისება, ოთახის ხშირი განიავება, ასევე სველი წესით დალაგება ოთახის, ჯანსაღი კვება. ჯანსაღ კვებაში რას გულისხმობთ? დღეს საკმაოდ რთულია, რომ ჯანსაღად იკვება. ჯანსაღ კვებაში იგულისხმება ვიტამინებით მდიდარი საკვების ბოსტნეულის მიღება, საკვები რაციონის მაქსიმალურად გამდიდრება, ცილოვანი და სხვადასხვა მინერალოვანი
კომპონენტებისაგან და ასევე სასურველია ჯანსაღი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა. ვარჯიშგოლის. ვარჯიში, რა თქმა უნდა. ქავოდონეკა, რით განსხვავდება გაციება გრიპისგან და რა მსგავსებაა? პრინციპში დიდი მნიშვნელობა არ აქვს გაციების და გრიპის თვითონ მოსახლისთვის, თვითონ ავადმყოფისთვის. ყველა შემთხვევაში საჭიროა ყურადღება თითოეული ინფიცირებული ადამიანის მხრიდან და ავადებული ადამიანის მხრიდან, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ გრიპს ახასიათებს უეცარი შემცირება, გრიპი იწყება უეცარი შემცირებით, მაღალი ტემპერატურით, სახსრების ტკივილით, ხველებით, ყელის ტკივილით, შესაძლოა იყოს ფაღარათი და ასევე ღებინება, თუმცა რესპირატორული ინფექციების დროს ძირითადად დამახასიათებელია უეცრად განსხვავებით გრიპისაგან იგი არ იწყება უეცრად, იგი იწყება ზოგადად საერთო სისუსტით, ყელის ტკივილით იწყება, ხველებით და უკვე შემდგომ მოდის ის მაღალი ტემპერატურა, რაც ძირითადად სადიაგნოსტიკოა გრიპსა და რესპირატორულ ინფექციას შორის. დიახ, რამდენად ეფექტურია გრიპის საწინააღმდეგო აცრა, რაიმე უკუჩვენება ხომ არ მოსდევს? ნამდვილად არა, გრიპის ვაქცინა, მოგეხსენებათ, რომ გრიპის იმუნიტეტი, გრიპზე იმუნიტეტი თვითონ გრიპი არის ვირუსი, არის მუტაციას განიცდის ყოველწლიურად. არ არსებობს ერთი რომელიმე ნიშანდებული ვაქცინა, რომელიც გამოიყენება ყოველწლიურად. ყოველწლიურად იგი სეზონობიდან გამომდინარე განიცდის მუტაციას, სწორედ ამიტომაც სხვადასხვა წელს სწორედაც ხალხში ცირკულირებს ხოლმე ზოგადად მსოფლიოში, ცირკულირებს ხოლმე სხვადასხვა შტამის გრიპის ვირუსი და შესაბამისად ვაქცინაც განსხვავებულია. თუმცა აქვე ვიტყვი იმასაც, რომ არანაირად გრიპის ვაქცინა არ უნებს ადამიანს, ეს შეხედულება მოსახლეობაში როგორც აღნიშნეთ არსებობს, თუმცა პირიქით ის რომ არ იყოს დამცავი ადამიანების ინფიცირებისაგან, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამაზე არ იმუშავებდა და გარკვეულ რეკომენდაციებს და გარკვეულ ხარჯებსაც არ დახარჯავდა გრიპის ვირუსის ვაქცინის საწარმოებლად. ხელმისაწვდომი არის. ამ ეტაპზე უნდა ითქვას, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ყოველწლიურად უკვე რამოდენიმე წელია უკვე იძენენ ისინი საქართველოსთვის შემოაქვთ რისკ ჯგუფებისთვის ასეთი ვაქცინა, ასეთ რისკ ჯგუფებად მოიაზრება ხოლმე როგორც წესი ქრონიკულად მოავადენი და ამ შემთხვევაში დიალიზზე მყოფი პირები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი ექიმები, ასევე 5 წლამდე ასაკის ქრონიკულად მოავადე დიაბეტიანი ბავშვები და მოხუცთა თავშესაფარში მყოფი პიროვნების ბენეფიციარებისთვის არის ხოლმე როგორც წესი. თუმცა აქვე ვიტყვი იმასაც, რომ სახელმწიფომ შემოტანილი აქვს კომერციული სახით ეს ყველაფერი უფასოდ რაც ჩამოუთვალე რისკ ჯგუფებში, თუმცა სახელმწიფომ იზრუნდა არსებობს კომერციული ვაქცინაც, რომელსაც ხელი მიუწვდება ნებისმიერ მსურველს, ოღონდ გარკვეული საფასურის გადახდის. დაახლოებით 25 ლარი ღირს დაახლოებით ასე ჩემი ინფორმაცია. ხშირად გრიპის დროს მედიკამენტებს თვითნებურად იღებენ ხოლმე, ასევე ანტიბიოტიკებსაც, რამდენად რეკომენდირებულია ეს? პრიმიტიული მედიკამენტების მიღება, რასაც ქვია გარკვეული ჩაი და ელემენტარული გაციების საწინააღმდეგო, შეუძლია მოსახლეობას გამოიყენოს, ოღონდ ისიც გარკვეული პერიოდულობით, თუ სიცხე გაგრძელდა რამოდენიმე დღეს და უკვე აღარც გავიდა 2-3 დღე და სიცხიანი ტალღა გრძელდება, სიცხიანობის ტალღა და პაციენტს არ აქვს უკეთესობისკენ, კეთილსაიმედო გამოსავლით ატყობს, რომ არ სრულდება თავისი დაავადება, აუცილებელია მიმართოს უბნის ექიმს და ასეთ შემთხვევაში მიიღოს სწორედ ის ანტიბიოტიკები, რომელზეც გარკვეული ხმაურია ატეხილი, როგორც ვიცით, ანტიბიოტიკოთერაპიის გამოყენების თვალსაზრისით, რომ აუცილებლად ანტიბიოტიკი უნდა იქნას დანიშნული უბნის ექიმის მოსახლეობას. აი ამ პერიოდში უფრო გავრცელებული არის ვირუსი ბავშვებში, ჩვენი ინფორმაციით, რა თქმა უნდა, სტატისტიკური მონაცემები არ გვაქვს და რას ურჩევთ მშობლებს?
მშობლებს ძირითადად სტატისტიკური მონაცემები მინდა სტატისტიკურ მონაცემებზე მოგახსენოთ, რომ ჩვენი სამსახური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური და ასეთი სამსახურებია საქართველოში სხვადასხვა მუნიციპალურ ტერიტორიაზე, რომლებიც აგროვებენ გარკვეულ ინფორმაციას ყოველი კვირის დასაწყისში უბნებიდან, ამ შემოსული უბნებიდან დარეგისტრირებული პაციენტების რაოდენობას და მათ შორის გრიპით მოავადეების რაოდენობას გადავაწვდით ცენტრს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ისე რომ ეპიდემიოლოგია გრიპზე ყოველწლიურად წესდება წლის მე-40 კვირიდან მომდევნო წლის 20 კვირის ჩათვლით. ანუ ეს განსაზღვრულია სტატისტიკურად, როდის უნდა იმძლავროს გრიპმა, როდის გვიტევს. როდის შემოგვიტევს გრიპი? საინტერესოა. სავარაუდოდ პიკს მიაღწევს იანვარ-თებერვალში და მერე უკვე კლებისკენ წავა, როგორც წესი ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკური გათვლების თანახმად და მათ შორის საქართველოს მონაცემებითაც. რატომ არის რომ ყოველთვის იანვარი-თებერვალი არის პიკი? იანვარი-თებერვალი ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ისიც, რომ ამ დროს გარკვეულწილად დასვენებებია, ახლაც მიდიან უფრო სწორად დასვენებებია დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში უკვე იწყება სწავლა, ჩაკეტილი გარემო და კონტაქტები უფრო ხშირდება სწავლის დაწყების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით და ვირუსი რა თქმა უნდა ასე დახურულ გარემოში და მაღალი კონტაქტის შემთხვევაში უფრო ადვილად ვრცელდება. ხდება მისი გავრცელება. რა თქმა უნდა ზაფხულშიც არსებობს გრიპის ვირუსების შემთხვევები, თუმცა ერთეული და მას გავრცელებას ძირითადად როგორც წესი ვერ პოვებს ხოლმე. და რაც შეეხება რეკომენდაციას, რომელზეც ვიკითხეთ, ეს რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს გრიპის პრევენციას, ყოველთვის გარკვეულწილად ჩვენგან მიეწოდებათ ხოლმე თქვენი ტელეეთერის საშუალებით, სხვადასხვა საინფორმაციო გადაცემების საშუალებით ზოგადად მოსახლეობას, თუმცა ჩვენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სამსახური გვაქვს ჩვენს მოვალეობებში, შევდივართ სკოლებსა და დაწესებულებებში ყოველწლიურად მონიტორინგის სახით და ამ სეზონზე განსაკუთრებული ყურადღებით და განსაკუთრებული რეკომენდაციით ვკითხულობთ მდგომარეობას სკოლებსა და ბაღებში და ვუხსნით პერსონალს, რომ აუცილებელია დაიცვან ის მინიმალური პირობები, რომლებიც თავიდან აგვაცილებს საბავშვო ბაღიდან ვრცელდება ხოლმე. აუცილებელია, ვაფრთხილებთ, რომ აუცილებელია გავაფრთხილოთ მშობლები, რომ არ დაუშვან სიცხიანი ბავშვები საგაკვეთილო პროცესზე, ხშირად ანიავნოთ, ახის ველი წესით დაალაგონ და ასე შემდგომ. და რაც თავარია, ხელების სწორი და ხშირი დაბანისკენ მოუწოდებთ ხოლმე ბავშვებს და ზოგადად. თუმცა ეს პირობები არ აქვთ ალბათ საჯარო სკოლებში. გარკვეულწილად არის თბილი წყალი ყველგან? თბილი წყალი არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ კუთხითაც მუშაობა ჩვენი სამსახურის მხრიდან დაგვევალა უკვე 2 წელიც არის, რომ ყველა სკოლას მოეწესრიგებინა ეს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ გურჯაანის საჯარო სკოლებში ამ კუთხით ჰიგიენური ნორმები არის დაცული, მაგრამ ამას გადავამოწმებთ კიდევ, საინტერესო იქნება. დიდი მადლობა, რომ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობდით. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი პროფილაქტიკოსი ეკა ბურდიაშვილი. დიდი მადლობა. მადლობა. სასურველია ახალ წელს სახლში მკვდარი ხის ნაცვლად ნაძვის ნერგი შეიტანოთ. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ჯერ ნერგების გახარების მნიშვნელობაზე ესაუბრა, შემდეგ კი მოუწოდა, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლონ. მაგალითად მოდის ახალი წელი თქვენ სურვილი გაქვთ რომ ნაძვის ხე იყოს ხშირ შემთხვევაში ეს შეახთ სახლებში მკვდარი ნაძვის ხე და სასურველია რომ შეიტანონ ნერგი ნაძვის ნერგი ჩვენ ვართ ბედნიერი და მდიდარი იმის რომ ჩვენ მრავალი სცენარე გვაქვს ნაძვის
საბავშვო ბაღებში საახალწლო არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება, ხოლო სააღმრთელო პროცესი 2017 წლის 16 იანვარს განახლდება, თუმცა დასაქმებული მშობლების შვილებისთვის ეგრეთ წოდებული ზამთრის ჯგუფი მეოთხე საბავშვო ბაღში 9 იანვარს გაიხსნება. რაც შეეხება სკოლებს, უკვე ცნობილია, რომ მოსწავლეებისთვის არდადეგები პარასკევს 30 დეკემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი კი 2017 წლის 16 იანვარს განახლდება. გურჯაანის საბავშვო ბაღებში 23, 26 და 27 დეკემბერს ჩატარდება საახალწლო ზეიმები. 27 დეკემბერს დავითხოვთ ჩვენ ბავშვებს და საშობაო არდადეგებზე გავუშვებთ. 16 იანვრიდან 2017 წლის 16 იანვრიდან ყველა სააღმრთელო დაწესებულებაში განახლდება სააღმრთელო პროცესი, ხოლო 9 იანვრიდან 16 იანვრამდე ქალაქ გურჯაანის მეოთხე საბავშვო ბაღში იმ მშობლებისთვის, რომლებიც არიან დასაქმებულები, იფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული ზამთრის ჯგუფი. გურჯაანის ცენტრალური ქუჩების საახალწლოდ უკვე მოირთო. რამდენიმე დღეში კულტურის ცენტრის წინ დამონტაჟდება ნაძვის ხე, რომელიც 23 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში აინთება. 30 დეკემბერს კი დაგეგმილია კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით. ღონისძიებას ფეიერვერკი დაასრულებს 2-დან. 15 იანვრის ჩათვლით კი კულტურის ცენტრი და თოჯინების თეატრი პატარებს საახალწლო ღონისძიებებზე ეპატიჟება. ჯამში საახალწლო ღონისძიებებზე 9400 ლარი დაიხარჯება. საახალწლო გარეგანათება უკვე მოწყობილია და ჩართულია. რაც შეეხება მთავარ ნაძვის ხეს, აეწყობა 23-ისთვის გვექნება საზეიმო გახსნა, ასე ვთქვათ, ჩავრთავთ აინთება ნაძვის ხე და 30 რიცხვში გვექნება კონცერტი მოწვეული მომღერლებით, მთავარი კონცერტი. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. დატოს წევრობას არაფერი აქვს საერთო ტერიტორიულ მთლიანობასთან. ჩვენი გაწევრიანების მიზანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანულ გამოცემა Die Zeit-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხა ტერიტორიული მთლიანობის მიზნის მიღწევა სამხედრო გზით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ მხრივ რუსეთის როლზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ კონფლიქტების უკან რუსეთის უზარმაზარი გავლენა დგას. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და მთავრობის ეკონომიკურ გეგმას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით მთავრობის საბიუჯეტო ინიციატივები ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს პასუხობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 212 აბი და მეტადონის შემცველი 68. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ბუპრენორფინისა და მეტადონის შემცველი აბები ამოვიღეთ. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვებასთან კრემლის კავშირს უარყოფს და აღნიშნულ სასაცილოს უწოდებს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპს არჩჯერა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის ანგარიშის, რომლის თანახმად კრემლი არჩევნების დროს განხორციელებულ კიბერთავდასხმებში აქტიურად იყო ჩართული, რაც ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარა. მან სრულ ინფორმაციის გავრცელებაში დემოკრატიული პარტიის წევრები დაადანაშაულა. სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტზე ქურთულმა რადიკალურმა დაჯგუფებამ ქურთისტანის თავისუფლების ქორები პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. უწყება სააგენტო როიტერსის დაჯგუფების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით. როგორც სააგენტო აღნიშნავს, განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქების უშუალო სამიზნე არ იყო თურქი ხალხი. ბოლო მონაცემებით სტამბოლში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად 38 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 30 პოლიციის თანამშრომელია. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც ზოოკლუბმა და პალიტრა TV-მ გაავრცელა. ფერმერმა მიწის დამუშავების დროს საკუთარ ნაკვეთში მამონტის ძვლები აღმოაჩინა. აღმოჩენის ადგილას არქეოლოგებმა გათხრები ჩაატარეს და მიწიდან ამოიღეს ცხოველი წყობა, ხერხემლის ნაწილები, სახსარი და სხეულის სხვა ნაწილები. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ მამონტი, რომლის ნაწილებიც მიჩიგანში აღმოაჩინეს,
10,000 წლის წინ ცხოვრობდა და მისი ასაკი 40 წელს შეადგენდა. მეცნიერების აზრით, ცხოველი მონადირეებმა მოკლეს, ასევე მათი აზრით, ცხოველის უკანა და წინა კიდურები, რომლებიც ვერ იპოვეს, ძველი ადამიანების მიერ საკვებად იყო გამოყენებული. გამოგონება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას 10-ჯერ გააადვილებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგია, რომელიც ძალზე აადვილებს მიწაზე მუშაობას, ხოლო სამუშაოს კი განსაკუთრებული სიზუსტით ასრულებს, სმარტფონით იმართება. ხელსაწყოს პროგრამის მითითების შემდეგ შეუძლია დათესოს ნებისმიერი ბოსტნეული მორწყას ნიადაგი აუფხვიეროს და შემდეგ პერიოდულად სარეველებისგანაც გაასუფთავოს. ახლა დღის სხვა ამბები. მოსკოვში პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმში მე-20 საუკუნის ქართველი ავანგარდისტი მხატვრების გამოფენა გაიხსნა. გამოფენილია ნიკო ფიროსმანის, ლადო გუდიაშვილისა და სხვათა ნახატები, დაახლოებით 200-მდე ტილო, ინსტალაცია და თეატრალური კოსტუმი. ისრაელის ქალაქ ეილატში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძალოსანთა შორის საქართველოს ნაკრების სრული ტრიუმფით დასრულდა. ქართველმა ძალოსნებმა ჯამში 22 медали მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი, რიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენი მძიმემწონოსანი ლაშა ტალახაძე გახდა. მას 3 ოქროს медали მოიპოვა. 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი დავით ხეცურიანი გახდა, ხოლო გიორგი ჩხეიძემ ბრინჯაოს медали დაიმსახურა. ახლა ტელეკომპანია გურჯაანისგან გაიგეთ თუ როგორი ამინდი გელით ხვალ. ახალი ამბები ნინო სამნიაშვილმა გაგაცანით და გემშვიდობებით. ხუთშაბათამდე შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახო ხვალ დილის საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjani.tv.com, ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტი ტელეკომპანია გურჯაანი. გიყურეთ სილქნეძე, მაგდისაძე და მაი ვიდეოზე. ნახვამდის.